იანვრისთვის საბიუჯეტო პარამეტრები ოპტიმისტურია და ძალიან კარგი იმედს იძლევა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. მინისტრის განმარტებით შემოსული თანხა საპროგნოზო მაჩვენებელს 31 მილიონი ლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება. ნოდარ ხადურმა ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ ის 4%-ზე მაღალია, მაშინ როდესაც საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელია სტაგნაცია. საპროგნოზო მაჩვენებელს ჩვენ გავაანალიზეთ 1 წლის განმავლობაში, ბატონო ირაკლი, კურსის ცვალებადობა და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცურავი კურსის მქონე ვალუტა არის ლარი. მე სპეციალურად გამოვყავი მცურავი კურსი, ვინაიდან რეგიონში არის დაუშვათ აზერბაიჯანი, რომელსაც პრაქტიკულად მიბმული კურსი აქვს, ანუ იქ არ იცვლება კურსი, ეს მუდმივად დაფიქსირებულია, მას სხვა ასე ვთქვათ მოცემულობა აქვს და ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ გუშინ უკვე დააზუსტდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მიმდინარე წლის და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაში იქნება სტაგნაცია. სომხეთის, მოლდოვას ეკონომიკებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაფიქსირდა 0% მიმდინარე წლისათვის. მე წამოვიღე ეს მაჩვენებლებიც. მე მინდა გითხრათ, რომ წელს ელოდებიან, ესე იგი, რუსეთში დაცემას, უკრაინაში დაცემას გასაგები მიზეზების გამო, ბელორუსში იქნება დაახლოებით 0%, მოლდოვა, სომხეთი 0%, აზერბაიჯანში 1.5%. ჩვენ ამ ეტაპისათვის ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 4%-ზე მაღალი.